დიდი ხნის შემდეგ ისევ დაბრუნდი. ფაქტობრივად 2 კვირის შემდეგ. რაღაც მიზეზების გამო ვერ ვახერხებდი, რომ ვიდეოები გადამიღო. რაღაც პირადი საკითხებიდან გამომდინარე. ჩულო ვიდეოს გადაღებას ვაპირებდი დღეს. არ მივდივარ დარბაზში რომ ვივარჯიშო. დღეს არ ვარჯიშობ ისედაც. მხოლოდ ვაკეთებ კარდიოს. და მინდა რომ კარდიო გავაკეთო ჩემს საყვარელ პარკში. ჩემი საყვარელი პარკი იმიტომ არის ეს, რომ ქალაქისგან არის მოშორებით რა. განაგვიანებული არ არის. არ დადის ბევრი ხალხი რა მანდ. 1-2 ადამიანი თუ იქნება ეხლა მით უმეტეს. თან სიმშვიდეც არის. შეგიძლია იფიქრო. შვიდად იფიქრო. ნებისმიერ თემაზე. არავინ არ შეგიშლის ხელს, რომ რაღაც ხმაურით და რაღაცებით. ერთი წამითაც არ იფიქროთ, რომ რაღაც არ მეზარება ეხლა გასვლა რაღაც ვარჯიში და რაღაცები, მაგრამ ძალიან მეზარება რა. ვიღაც ვარჯიშობდა. პარკი შიგნით დაკეტილი იქნება, შიგნით ვერ შევალ, მაგრამ შეგვიძლია გარეთაც ჩვენივრად ვივარჯიშო. სადღაც გავაჩერებ ახლა. დროა გადავიდე. როგორც იქნა დავაყენე კამერა. ახლა ვაპირებ სირბილს. გონი კარგი ავიდია, არცივა. ხელებზეც ამცივა. ცივა გატყუებ. პირველი ვიწყებ გახურებით. ნებისმიერ ვარჯიში არ აქვს მნიშვნელობა, რაც რა ვარჯიშს არ უნდა გააკეთოთ, პირველი უნდა დაიწყოთ გახურებით რა. ფეხებიც უნდა გავახუროთ. მართლა ძალიან ცივა რა. არ ვიცი დაღლილი ხარ, მოწყენილი, ცუდი ავიდია, ნებისმიერ შემთხვევაში დაივარჯიშ. არ უნდა გაჩერდე. გარეთ ვარჯიში ნამდვილად კარგია. თუ ბუნებაში ხარ მით უმეტეს. ისეთი სიცივე იყო. მეტყველების უნარის დამიქვეითდა რა. მაგრაციოდა. წამოსვლამდე როგორ ვიყავი, მეზარებოდა ძალიან. ახლა კიდე შემიძლია ისევ დავბრუნდე და ისევ ვივარჯიშო. თითქოს რაღაც ენერგია მომემატა რა. როცა რაღაც გეზარება და მაინც აკეთებ მაგას. მერე უკვე იქ სიზარმაცე სადღაც უეცრად ქრება და რაღაც არსაიდან ენერგია გემატება, ისეთი ენერგია რომ რავი, თევზ გადადგა. დასაწყისში რომ საუბრობდი იმ თემას დაუბრუნდები და ამით ეს ვიდეო ამოიწურება. გვირდებით რომ კვირაში 3-ჯერ იქნება ვიდეოები YouTube-ზე. იმ თემაზე ვსაუბრობდი რომ დანაგვიანებაზე, არ დაანაგვიანოთ რა.
გიყვარდით მართლა რა ეგ მიწა. დამღუპველია უბრალოდ ასე თუ გაგრძელდა ამ რაღაცეების დაყრა. იყავით ჯანმრთელები, ნუ დაანაგვიანებთ ბუნებას, დაიცავით ბუნება დროებით.